დღეს Figma-ში ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემას, ცვლადებს და პირობებს შევეხებით. სანამ პრაქტიკაზე გადავართ, ორი სიტყვით მინდა შევეხოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სრულიად ახალია ეს ტერმინები. ზოგადად ცვლადები და პირობები არის ის, რითიც იქმნება დიზაინ სისტემები, ტოკენები, dark და light mode-ები და ასე შემდეგ. ამ დიდ და კომპლექსური ვიდეოებს ჩემს YouTube არხზე ეტაპობრივად მომავალ ვიდეოებში აუცილებლად განვიხილავთ. მოდი ძალიან მარტივად ახსნათ ეს ორი რამ. დავიწყოთ ცვლადებით. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის პატარა ყუთი, რომელშიც Figma ინახავს ინფორმაციას. ჩვენ შემთხვევაში ამ ყუთში ვინახავთ ფერებს, რიცხვებს, ტექსტებს და ასე შემდეგ. ხოლო თუ რომელიმეს შევცვლით, ავტომატურად ჩვენ დიზაინში გამოყენებული ელემენტები შეიცვლება, რომლებიც ამ ყუთთან არის დაკავშირებული. ხოლო რაც შეეხება პირობებს, ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ლოგიკა. მაგალითად, თუ მანქანაში არ მაქვს ბენზინი, მაშინ უნდა ჩავასხა. სულ ეს არის. Figma-ში ზუსტად ასევე უნებით. თუ მომხმარებელი დააწვევა ღილაკს, გახსენი კონკრეტული ფანჯარა. დღეს ჩვენ ზუსტად ამ ლოგიკას გამოვიყენებთ. სისტემას ვეტყვით, რომ თუ კალათაც არიელია, მაშინ ავტომატურად გადამიყვანოს ცარიელი კალათის გვერდზე. ხოლო თუ კალათაში პროდუქტი დამატებული მაქვს, მაშინ შესაბამის გვერდზე. შესაბამისად, აღარ დაგვჭირდება ათეულობით დუბლირებული გვერდის დახატვა და მივიღებთ დინამიურ პროტოტიპს. მოკლედ, ძალიან საინტერესო პროცესია. არ დაგავიწყეს არხის განმოწერა, რადგან მალე დიზაინ სისტემებთან და ტოკენებთან ერთად ფრეიმერის სწავლებაზეც გადავართ. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემიაა. მოდი ერთად გავაკეთოთ ცვლადები და პირობები. სანამ უშუალოდ პროტოტიპს გავაკეთებთ ცვლადები და პირობებით, პირველ რიგში მოდი შევქმნათ ცვლადები. აქ Figma-ს მარჯვენა საიდბარზე მხარეს გვაქვს ცვლადები ვარიებლების სექცია. მე როგორც მაგალითი გაჩვენეთ, მაგ შემთხვევაში უკვე აქედან გამომდინარე უკვე შექმნილი მაქვს შესაბამის ცვლადები და მოდი ახლიდან შევქმნათ create collection-ი და ავირჩიოთ collection-ი და ერქვას collection-ი. და აქ create-ზე დაჭერის შემთხვევაში გვაქვს ფერი, გვაქვს ციფრიანი რიცხვი, გვაქვს string-ი, გვაქვს boolean-ი, ანუ color-ი გამოიყენება მარტივი მისახვედრია ფერებისთვის, number-ი გამოიყენება ციფრებისთვის და რიცხვებისთვის, string-ი გამოიყენება ტექსტებისთვის, ხოლო boolean-ი გამოიყენება კონკრეტული ელემენტის დამალვა გამოჩენისთვის, true, false-ისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება 3 ცალი number-ი და 1 ცალი string-ი. პირველ რიგში გვჭირდება ქართი და value იყოს 0. მაგასაც ავხსნით რა ხდება მაგ value-სთან მიმართებაში. შემდეგ გვჭირდება price-ი და price-ი ვხედავთ აქ რა 80 ლარი გვიწერია და მოდი 80 გავუწეროთ. ასევე გვჭირდება number-ი რაოდენობისთვის და მოდი გავუწეროთ 1 და ხოლო string-ი გვჭირდება აქ ვხედავთ რომ კალათის გასუფთავება გვაქვს. და რაში გამოიყენება ეს ყოველივე. მაგალითად, აქ ვხედავთ რომ გვაქვს კალათა და მოდი პირველ რიგში ჩვენს პროტოტიპს ესე ვთქვათ, ჩაუშვენოთ ლოგიკა, თუ კალათაში არის პროდუქტი დამატებული, გამიშვი შესაბამისად კალათაში, სადაც პროდუქტია დამატებული, ხოლო თუ კალათაც არიელია, გადამიყვანე empty state-ზე, სადაც არაფერი არ მაქვს აბსოლუტურად დამატებული. ხოლო, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ რო გავიგოთ აი ეს 0 count-ი, ესე რომ ვთქვათ, კალათის რაოდენობა, პირველ რიგში დავაკავშიროთ collection ქვევით. აქ სხვადასხვა კოლექციები არის cart, როგორც გითხარით, უკვე შექმნილი რომ ქონდა და ქვევით არის უკვე collection-ი, რომელიც ეხლახან შევქმნილი და დავაკავშიროთ cart-თან. და ვხედავთ, რომ დაისეტა ავტომატურად 0-იანი. ხოლო თუ value-ში მაგალითად გავწერთ 10, თავიდანვე აქ დააპდეიტდება ავტომატურად და ვეთქვით, რომ კალათაში არის 10 პროდუქტი, თუმცა ჩვენ გვჭირდება, რომ კალათაში იყოს 0 პროდუქტი.
მოდი წინასწარ გავუწეროთ ახლა შესაბამის ადგილებში შესაბამისი ცვლადები და დავიწყოთ პროტოტიპის აწყობა. პირველ რიგში მოდი აქ ნოლიანებში გავუწეროთ კალათა, კალათის გასუფთავებას გავუწეროთ სტრინგი კალათის გასუფთავება, ხოლო თანხას გავუწეროთ price და რაოდენობებს გავუწეროთ quantity. მოდი ცოტას გადავაკეთებ, რამე რო არამერიოს ერთმანეთში, რადგანაც ერთნაირი სახელები ქვია, ორიანებს მივაწერ. და როგორც თქვით, მოდი პირველი ლოგიკა გავაკეთოთ. დავდგებით კალათის ხილაკზე და პროტოტიპის ჩვეულებრივად როგორც წინა ვიდეოში ავხსენი, ანალოგიურად პროტოტიპს ვურთავთ და განსხვავება ის არის, რომ ერთმანეთთან დაკავშირების მაგივრად ამ შემთხვევაში უკვე ცვლადებით ვაკავშირებთ ერთმანეთს და პირობებს ვუდებთ. Conditional გავუკეთოთ და უთხრათ თუ კალათა უდრის აქ და თუ დააკვირდებით, როცა მოვნიშნავთ კონკრეტულ ცვლადს, გამოდის შემდეგი ფუნქციონალები, როგორიც არის უდრის, არ უდრის, მეტია, ნაკლებია, მეტია, ტოლია, ნაკლებია, ტოლი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება თუ კალათა უდრის 0-ს, მაშინ ნავიგაცია გამიკეთე card empty state-ზე. და მოდი slide in გავაკეთოთ. ხოლო თუ ესე იგი არ უდრის, ნავიგაცია გამიკეთე card 2-ზე და აქაც slide in-ი ჩავურთოთ. ამ შემთხვევაში რო გავტესტოთ, ახლა მივიღებთ ესეთ შედეგს. კალათას ვაწვევით და გავდივართ empty state-ზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კალათაში არ გვაქვს არაფერი დამატებული. მოდი back state-ები, back კლიკები სტანდარტული ტრადიციული პროტოტიპით დავაკავშიროთ ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ back ფუნქციონალი სწორად როგორ მუშაობდეს, მაგაზე ცალკეულად ვიდეოში ჩავწერ და ამ ვიდეოს ესე ვთქვათ არ გავართულებ ახლა. და ესე ეტაპობრივად მივყვეთ. Slide out იყოს, კი ბატონო, და მოდი აქაც back ხილაკი ჩავრთოთ და აქაც slide out-ი გავაკეთოთ. შესაბამისად, როდესაც კალათას ვაწვევით, გავდივართ empty state-ზე და back-ით ბრუნდებით უკან. აქ უკვე გაწერილი გვაქვს ჩვენ რომ ესაა რაოდენობა და მოდი ახლა რაოდენობა ავამუშაოთ ჩვენ. პლუსზე დაჭერით მოიმატოს რაოდენობა, მინუსზე დაჭერით დააკრეს. პლუსზე დავდგებით და აქაც tabs ჩავურთავთ და აქ გვინდა set variable, ანუ ცვლადის შემოტანა, სადაც ვეუბნებით, რომ target-ი არის, რომ ანუ რაზე მოახტინოს ამაზე დაჭერით ზეგავლენა, რა ელემენტზე, ან რა ცვლადზე და ჩვენ რა quantity გვაქვს გაწერილი აქ ერთიანზე და ასევე value-ში ვწერთ იმ შედეგს, რაც გვინდა რომ გამოვიდეს, გამოვიტანოთ. და აქედან გამომდინარე quantity plus 1. აქაც თუ შეხედავთ, იქ თუ გქონდა ტოლია, მეტია, ნაკლებია და ასე შემდეგ, აქ გვაქვს უკვე მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა პლუსზე დაჭერით, მოემატოს რაოდენობრივად თითო. აქედან გამომდინარე ხედავთ, რომ პლუს 1-ია. თუ მაგალითად გავუწერთ 10-ს, ხედავთ, რომ ემატება 10. თუმცა ჩვენ გვჭირდება აქ ამ ეტაპზე 1-ით მომატება. ანალოგიური გავაკეთოთ მინუსზე, სადაც ასევე ცვლადს ვეუბნებით, რომ რაოდენობას გამოვაკლოთ -1. დავარესეტოთ და ვხედავთ, რომ როგორც პლუსი მუშაობს, ასევე მუშაობს მინუსი. თუმცა ამ შემთხვევაში მინუსი მიყავს ნეგატიური ციფრებისკენ და
არ გვაწყობს ეგ, იმიტომ რომ არც ერთი e-commerce საიტში -1 ან 0-დან უკან ვერ დავამატებთ კალათაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ცვლადის მაგივრად გვჭირდება პირობა, მაგალითად დავამატოთ conditional-ი, მოდი ეს ცვლადი წავშალოთ და ვუთხრათ ესეთი რა. თუ რაოდენობა არ უდრის 1-ს, მაგ შემთხვევაში დავაყენოთ ცვლადი იგივე პრინციპით. რაოდენობა იყოს target-ი და რაოდენობას -1. ამ შემთხვევაში უკვე ხედავთ, რომ პლუსიც მუშაობს, მინუსიც მუშაობს, მაგრამ რაც უნდა დავაჭიროთ, ნეგატიურ ციფრებში აღარ მიდის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვუთხარით, როგორც ვნახეთ, თუ 1-ს არ უდრის, მაგ შემთხვევაში -1 გააკეთე, მაგრამ თუ 1-ს უდრის, ავტომატურად დაუსვეტა, რომ აღარ უნდა გააკეთოს ესეთი ცვლადი. კი ბატონო. ეხლა ჩვენ გვინდა ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, რომ დავამატოთ კალათაზე. და ამისთვის კალათაში დამატების ხილაკზე გავუწეროთ შემდეგი ფუნქციონალი. თაბზე დავაყენოთ set variable, target-ი იყოს კალათა და მივანიჭოთ რაოდენობა. ამ შემთხვევაში თუ დავაწყებით კალათაში დამატებას, ხედავთ, რომ ზევით კალათაზე აისახა. თუ კიდე ისევ დავაწყებით, ხედავთ, რომ შეიცვალა, თუმცა ეს უკვე არასწორი არის, იქიდან გამომდინარე, რომ მე როდესაც კალათაში ვამატებ რამეს, კალათამ უნდა დამიჯამოს სრულად პროდუქტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ value-ში უნდა უთხრათ რაოდენობას plus დამატებული კალათა. ანუ ეხლა თუ გვაქვს 3 პროდუქტი ჩვენ უკვე კალათაში და კიდე 3 პროდუქტს დავამატებთ, გახდება 6 პროდუქტი. ხოლო უკვე თუ შევართ ჩვენ კალათაში, ხედავთ, რომ გადავედით გვერდზე, სადაც გვაქვს პროდუქტი დამატებული. ხოლო თუ დავერესტებთ და ისევ გავანულებთ, მან ხედავთ, რომ 0 არის და ისევ empty state-ზე გადავა. კი ბატონო. მოდი ეხლა გავაკეთოთ შემდეგი რა. კალათაში როცა გადავართ, როცა დავამატებთ რაოდენობას და გადავართ კალათაში, აქ ხედავთ, რომ კალათა ასახულია რაოდენობა, რამდენი პროდუქტი დავამატეთ, თუმცა აქ არანაირი შედეგი არ აქვს, იმიტომ რომ ამ ხილაკზე ჩვენ გვაქვს, სადაც ეს ქართი გვაქვს target-ი გაწერილი, როგორც აქ გავუწერეთ, აქ გავუწერეთ, აქ გავუწერეთ, ყველგან ავტომატურად შესაბამის გვაჩვენებს. ასევე შიგნით როცა შემოვართ, აქ უკვე რადგანაც რაოდენობა გვაქვს გაწერილი quantity, შესაბამისად რა რაოდენობასაც აქ დავამატებთ, ეგ რაოდენობა გვიჩანს აქაც. თუმცა არასწორად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კალათაში კი დავამატეთ აქ 3 პროდუქტი. უკვე 7 პროდუქტი არის კალათაში, შემოვდივართ და აქ ხედავთ 1-ს. ანუ აქ გამოყოლილია მხოლოდ ის რაოდენობა, რა რაოდენობასაც აქ იმ კონკრეტულ მომენტში წერთ. შესაბამისად, აქ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, როგორც კალათაზე წერია 7, ასევე ეს კონკრეტული პროდუქტი, რადგანაც მაქვს 7 ჯერ დამატებული, აქაც უნდა ჩანდეს 7. აქედან გამომდინარე, აქაც ვამატებთ ერთ ცვლადს, სადაც ვეუბნებით, რომ set variable იყოს, target-ი იყოს quantity და value იყოს quantity plus არა. ქართი იყოს target, value. და მოდი ვნახოთ, რას მივიღებთ. დავამატეთ 3 პროდუქტი, გადავედით, ხედავთ გვაქვს 3 პროდუქტი. კიდე დავამატეთ 4 პროდუქტი, ანუ 7 პროდუქტი გვაქვს, მაგრამ აქ ისე 4. კი ბატონო, ერთი შეცდომა დავუშვი. on tabs-ზე მაქვს აქ დაყენებული. on tabs-ზე არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს after delay-ზე, რომ მე ამ გვერდზე გადმოვალ ავტომატურად და აპდეითებული იყოს ის ინფორმაცია, რასაც წინა გვერდიდან მოვაყოლე.
ინფორმაციას, ანუ მე რო აქ დავამატე 2 ცალი და შემოვდივარ და აქ 2 ცალი მაქვს, მაგ შემთხვევაში კიდე როცა დავამატებ 3 ცალს და კალათა გამიხდება 5, აქაც უკვე მიჩანს 5 ავტომატურად დააპდეიტებული ინფორმაცია, ანუ მაგაზე ექშენი აღარ უნდა დამჭირდეს. ყველაფერი სწორად მუშაობს და მოდი შიდა გვერდზე შევიდეთ. თუმცა შემდეგი ნაბიჯი და სტეპი არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ ეხა აქ, როდესაც თანხა გვიწერია სტატიკურად, ესეც გავადინამიუროთ და რამდენ პროდუქტსაც დავამატებთ კალათაში, შესაბამისი რაოდენობის თანხა რო გვაჩვენოს. აქედან გამომდინარე, კალათაში დამატებაზე უნდა გავაკეთოთ ეგ ტრიგერს, იქიდან გამომდინარე, თუ აქ გავაკეთებთ ჩვენ მაგ გამრავლების ფუნქციონალს, რამდენჯერაც კალათაში შემოვართ, ავტომატურად დათრიგერდება ესე რომ ვთქვათ, ეს პირობა და ახლიდან გამრავლებს და შესაბამისად არასწორ ინფორმაციას გვაჩვენებს და მოდი ავხსნით ამ ყოველივეს. მაგალითად გავუწეროთ აქ ცვლადი უკვე. კონდიშნალი. კონდიშნალი არ გვინდა ცვლადი გავუწეროთ. მოდი. set variable გავუწეროთ, აი წავშალოთ. set variable გავუკეთოთ და ვუთხრათ ტრიგერი იყოს price და price გამრავლებული კალათაზე. თუ რა რაოდენობაც გვაქვს კალათაში. რო ვნახოთ, ნახეთ, 3 ცალი პროდუქტი დავამატე, შევედით და არ დამიაპდეიტდა. on tab-ზე მაქვს ისე. ამას დააკვირდით, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ავტომატურად ჩაიტვირთოს ინფორმაცია, აუცილებლად after delay-ზე უნდა დავაყენოთ ხოლმე. მოდი ახლიდან რო ვცადოთ, გადმოვიდეთ ამ გვერდზე, დავამატოთ 2 პროდუქტი, შევდივარ და ხედავთ, რომ ავტომატურად დამიაპდეიტდა 160-ზე. თუმცა უკან რო გავიდე და ახლიდან შემოვიდე, უკვე ავტომატურად ისევ იმ price ჩამახსოვრებულ სცენარში ისევ ახლიდან მიმრავლებს იმ რაოდენობაზე, რაც კალათაში არის. აქედან გამომდინარე, ამას მოვხსნათ ეს გამრავლება და უბრალოდ price ვაჩვენოთ. Target-ი იყოს price და value-ც იყოს price. და მოდი აქ დავამატოთ ეგ ცვლადი პირობა. დავამატოთ თუ კალათა მეტია 1-ზე add action-ი იყოს ცვლადი price იყოს target-ი და price გავამრავლოთ, არა, price არა. Sorry, body-sheet, კალათა გავამრავლოთ 80-ზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რო კალათაში შევალთ და დავინახავთ, რომ 1-ზე მეტი პროდუქტი არის, ავტომატურად კალათაში არსებული პროდუქტების რაოდენობა გაგვიმრავლოს 80-ზე. თუ 1-ზე ნაკლები არის, მაშინ ცვლადი უნდა დავაყენოთ, target-ი იყოს ისე price და value-ში გავუწეროთ უბრალოდ 80. ანუ თუ 1-ზე ნაკლები არის პროდუქტი, შესაბამისად, მაშინ 80 უნდა დაგვიყენოს. და მოდი გავტესტოთ, თუ 0 არის, გავდივართ ცარიელ კალათაში, თუ 2 პროდუქტს დავამატებთ, ხედავთ, რომ აქ დაგვიწერა 160, აი რომ გავიდეთ და შემოვიდეთ ისევ 160 წერია, თუ მაგალითად კიდე 3 პროდუქტს დავამატებთ და 5 პროდუქტი გახდა შევდივართ და უკვე ხედავთ, რომ 5 × 80 არის 400, თუმცა აქაც მაქვს აშკარად ცვლადი მინიჭებული და მოდი წავშალოთ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვჭირდება რეალურად ჩვენ ამ კონკრეტულ ადგილას price-ის ცვლილება, თანხის ცვლილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პროდუქტის მთავარი გვერდი. ვამატებთ,
შევდივართ და ვხედავთ. ამ შემთხვევაში ასევე აქაც ჩვენ გვჭირდება რო ავამუშაოთ რაოდენობები და ანალოგიურად როგორც პირველ გვერდზე გავაკეთეთ, ცვლადი უნდა გავუწეროთ. On tab-ზე set variable გავუკეთოთ და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვჭირდება რამოდენიმე ცვლადი. ერთი ცვლადი გვჭირდება იმისთვის, რომ კალათა დაგვიაპდეითოს და რამდენსაც მოვუმატებთ რაოდენობას, იმდენი მოვიმატოს კალათა, თანხა დაგვიაპდეითოს და რამდენჯერაც მოვუმატებთ და მოვიმატება კალათაში რაოდენობა, თანხაც უნდა შეიცვალოს და ასევე რაოდენობაც უნდა შეიცვალოს. მოდი დავიწყოთ პირველი ცვლადით. Target-ი იყოს კალათა. Target-ი იყოს კალათა, კი ბატონო და value იყოს კალათას მიმატებული 1. და ვნახოთ რას იზავს. მუშაობს. მეორე ცვლადი დავამატოთ, სადაც ვეტყვით, რომ target-ი უნდა იყოს price-ი და value უნდა იყოს არსებული price-ი, რაც არის მაგას დამატებული 80. ანუ შესაბამისად ხედავთ, რომ ვამატებთ ემატება 80-ები და მესამე ცვლადი გვჭირდება ასევე, სადაც თვითონ რაოდენობა იქნება target-ი და რაოდენობასაც დავუმატებთ 1-ს. ანუ ყველაფერი ერთად ფუნქციონირებს. დავამატეთ პროდუქტი, შემოვედით, ხედავთ რაოდენობა 2 გვაქვს, კალათაში 2 გვაქვს, თანხაც 160 წერია. რაოდენობაც მოგვემატა, თანხაც დააპდეით და კალათაც დააპდეითდა. ამ შემთხვევაში ახლა გვჭირდება ჩვენ ასევე მომატებასთან ერთად დაკლებაც. და შესაბამისი action-ები გავუწეროთ. On tab-ზე გავაკეთოთ ისევ ცვლადი, სადაც ვეტყვით, რომ target-ი იყოს ქართი და ქართს -1. ასევე დავამატოთ მეორე ცვლადი, სადაც გამოვწიოთ ეს, target-ი იქნება price-ი და ვეტყვით price -80. და ასევე გვჭირდება ერთი ცვლადი, რომელსაც ვეტყვით quantity-ს -1. ამ შემთხვევაში კიდე რომ შემოვიდეთ, ხედავთ, დავამატოთ ორი პროდუქტი, შევედით კალათაში და ხედავთ, როგორც ემატება, ასევე აკლება. თუმცა ისევ ნეგატიურ ციფრებში მიდის და თანხაც მინუსდება, კალათაც მინუსდება. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ უკვე გვჭირდება შესაბამისი პირობა, აქ თუ ჩვენ მაგალითად გავუწერეთ, რომ ერთიანს არ ჩამოწდე, ამ შემთხვევაში გვჭირდება ეგ, რომ ერთიანს ჩამოწდეს, თუმცა მოდი პირობა დავუდოთ, რომ თუ რაოდენობა უდრის 0-ს, უნდა გადამიყვანოს empty state-ზე. მოდით სადოთ navigate to empty state if quantity თუ რაოდენობა უდრის 0-ს, გადამიყვანე empty state-ზე. მაგრამ 0-ს რო ვწერთ, აშკარად არ გადავყავ. აქ გვაქვს პატარა პრობლემა. თუ რაოდენობა target-ი რაოდენობა და რაოდენობას -1. აქ უნდა დავწეროთ ესეთი რამ. იმას დავშვით, თუ რაოდენობა მეტია ან ტოლი 1-ის, მაშინ ცვლადით რაოდენობაზე, რაოდენობა -1. ეს წავშალოთ და ხოლო თუ რაოდენობა
მოვიტანოთ ქვევით, ხოლო თუ რაოდენობა უდრის რატო არ გადმოდის? თუ რაოდენობა უდრის 0-ს, მაშინ გამიკეთე ნავიგაცია კონკრეტულ გვერდზე. ეგა. კი ბატონო. დავამატოთ კალათაში 6 პროდუქტი გვაქვს. ემატება, ყველაფერი სწორად არის. დავაჭირეთ 0-ს, ყველაფერი კაია. თუმცა, აი, აქ გვინდა ერთი პირობის ჩადება. ისევ, რომ როდესაც მე გადმოვდივარ, აქ როდესაც 0 მიწერია და გადმოვდივარ, აქ უკვე პირველ გვერდზეც მომყვება რაოდენობა 0. თუმცა ჩვენ გვჭირდება რომ იყოს 1. მოდი ესეთ რაღაცა გავაკეთოთ. დავამატოთ აქ სვადი და ესეთი რაღაც გავაკეთოთ. set quantity 1. ანუ ამაზე დაკლიკებით, რაოდენობა დავსეტოთ 1. ნახოთ აბა რა შედეგს მივიღებთ. დავამატეთ პროდუქტი, გადავედით კალათაში, გავასუფთავეთ, გადმოვედით მთავარ გვერდზე და ვხედავთ, რომ რაოდენობა 1-ია. ანალოგიურად მოდი აქაც ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. დავამატოთ ცვლადი და უთხრათ, რომ string არ გვინდა რაოდენობა იყოს 1. ანუ აქედანაც რო გადავიდეთ კალათაში და უკან დაუბრუნდეთ, ავტომატურად 1 რო დაეწეროს. დავამატებთ კიდე 3 პროდუქტს, გადავდივართ და ყველგან იდეალურად ყველაფერი მუშაობს და აქ ცვლადში აქ string 2-ის მაგივრად უნდა იყოს clear cart. ნუ თავისით ყველგან დააპდეიტდება რა თქმა უნდა. და მოდი ეხა clear cart-იც გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება შემდეგი ცვლადები. ღილაკზე დაჭერით. გავაკეთოთ conditional-ი. თუ კალათა უდრის 0-ს, გადამიყვანე cart states. ასევე ნახოთ რას იზავს. გადამიყვანა. მაგრამ გვჭირდება შემდეგი ცვლადებიც, პირობებიც. აქ არა ოღონდ. აქვე არ გვაწყობს. conditional-ი გვჭირდება თუ რაოდენობა მეტია 1-ზე, მაშინ ცვლადით რაოდენობა დაიყვანე 1-ზე. იქიდან გამომდინარე, მე თუ რაოდენობა მაგალითად 5 მაქვს, იქ რო გადავალ, აუცილებლად უნდა მქონდეს 0. თუ price-ი ანუ თუ price-ი მეტია 80-ზე, აუცილებლად მე მინდა რომ price-ი ისევ გახდეს 80. ნახოთ რა შედეგს მივიღებთ. დავამატე ცვლადები, გადმოვედი, კალათა გავასუფთავე, თუმცა არაფერიც არ მოხდა. მოდი
სად გვაქვს პრობლემა ნახოთ თუ ასევე დავამატოთ ერთი ცვლადი თუ ასევე კალათა მეტია 0-ზე მაშინ set target-ი იყოს კი ბატონო ანუ დავამატეთ ყველაფერი, გადავედით და წინაზე იმიტომ არ მუშაობდა, რომ ჩვენ არ ვქონდა მითითებული, რომ ამაზე კლიკით, კალათაც გაასუფთავე რეალურად რაოდენობა. და პირდაპირ ვქონდა მითითებული, რომ თუ კალათა 0-ის ტოლია, გადადი empty state-ზე. კალათის გასუფთავებას თუ დავაწვევით, მაინც არაფერი სწორად არ ხდება და მოდი ვნახოთ, რაში გვაქვს პრობლემა. თუ კალათა card მეტია 0-ზე, მაშინ გადამიყვანე აქ. თუ კალათა მეტია 0-ზე, ეს აღარ მჭირდება. თუ რაოდენობა მეტია 1-ზე, მაშინ რაოდენობა დამიწერე 1 და მოდი აბა ამ შემთხვევაში რა ხდება. 6 ცალია კალათის გასუფთავება და ვალა. ასევე გვჭირდება ჩვენ ამაზე დაჭერით თუ კალათა მეტია 0-ზე, ასევე ჩავამატოთ ცვლადი, არა ეს არ გვჭირდება, აქვე შეგვიძლია ცვლადი ჩავამატოთ. თუ კალათა მეტია 0-ზე, მაშინ კალათა დამისეტე 0. და ვნახოთ რა გამოვიდა. გადავედით კალათაში და კალათაც 0-ია, empty state-ზე გადამიყვანა და უკან დაბრუნების შემთხვევაში ახრიდან ვიწყებთ flows თავისთავად და ყველაფერი მუშაობს იდეალურად. რა თქმა უნდა, ბევრ პრაქტიკასთანაა დაკავშირებული ეს ყოველივე. ამ ერთი ვიდეოთი არ თავდება ცვლადების და პირობების სესია, ესე რომ ვთქვათ, პირიქით. ეხლა იწყება და საკმაოდ ბევრი საინტერესო ვიდეო გეღელოდებათ კიდე წინ. როგორიცაა dark light mode-ის ცვლილება, ერთი კლიკით დიზაინ სისტემაში token-ების შექმნა, რა განსხვავებაა ცვლადებს და token-ებს შორის და ბევრი რამ. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ასევე კომენტარებში დამიწერეთ თუ რასთან დაკავშირებით გესიამოვნებათ ვიდეოები და გაინტერესებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფიდბექი და უკავშირი თუ რა გავითვალისწინო, რა გამოვასწორო ვიდეოებში და ასე შემდეგ, ასე რომ ცოტას თუ გააქტიურდებით, მეც უფრო მოტივირებული ვიქნები და შესაბამისად мотиваციასთან ერთად უფრო კარგ და მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ და თქვენც რა თქმა უნდა კმაყოფილები დარჩებით. დღევანდელ ვიდეოში სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და თუ რაიმე სახის კითხვა გექნებათ, აუცილებლად დააკომენტარეთ და მაქსიმალურად ყველას ვეცდები რომ გიპასუხოთ. დროებით.